თუ თქვენს კიტრს ყოველ წელს ერთი და იგივე ემართება, ნაყოფი მრუდეა, მწარეა, მალე ყვითლდება და მთელი შრომა ბოლოს რამდენიმე სალათად ძლივს ყოფნით, პრობლემა ყოველთვის თესლში არ არის. ხშირად კიტრი უბრალოდ ქვემოდან ცივ და მძიმე მიწაში ზის, ფესვი ვერ მუშაობს კარგად და მცენარე თავიდანვე სუსტდება. ზემოდან თითქოს ყველაფერი რიგზეა, მზე აცხუნებს, ჰაერი თბილია, წყალს უსხამთ, მიწაც გაფხვიერებულია. მაგრამ ფესვებთან სულ სხვა მდგომარეობაა. განსაკუთრებით გაზაფხულზე, როცა საქართველოში დღისით უკვე თბილა, მაგრამ მიწა ჯერ კიდევ ცივია. აღმოსავლეთ საქართველოში ამას ემატება მშრალი ქარი და სწრაფი გამოშრობა. დასავლეთ საქართველოში კი ხშირი ტენი და გრილი ღამეები. კიტრს არც ერთი უყვარს და არც მეორე. მე ასეთი ამბავი მქონდა. რამდენიმე სეზონი ყველაფერს წესით ვაკეთებდი. კარგ თესლს ვყიდულობდი, ვწყავდი, ვკვებავდი, მიწას ვაფხვიერებდი. მაგრამ შედეგი მაინც საშუალო იყო. წამწამები სუსტად იზრდებოდა, ფოთლები ყვითლდებოდა, პატარა ნასკვები ცვიოდა, ხოლო კიტრი ხშირად მრუდე და მწარე გამოდიოდა. მე ერთი მარტივი ხერხი ვცადე. კიტრის კოლში ქვემოთ, ფესვების ზონაზე დაბლა, ახალი მწვანე ბალახი ჩავაფინე. არა ზედაპირზე როგორც მულჩა, არამედ მიწის ქვეშ, იქ სადაც ფესვები შემდეგ ნელ-ნელა მივიდოდა. განსხვავება პირველივე სეზონზე გამოჩნდა. იმ წელს ორი კვალი გავაკეთე შესადარებლად. ერთი ჩვეულებრივად მოამზადე, მიწა, მორწყვა და ჩვეულებრივი მოვლა. მეორე კულში კი ქვემოთ მწვანე ფენა ჩავდე. ჯიში ერთი და იგივე იყო, დათესვის დროც ერთი, მორწყვაც ერთნაირი. ამიტომ შედეგი ძალიან ნათლად ჩანდა. თავიდან თითქოს ორივე კვალი ერთნაირად მიდიოდა, მაგრამ ორ კვირაში მწვანე ფენიანმა კულმა აშკარად გაასწრო. ფოთლები უფრო დიდი და მუქი გახდა, წამწამები უფრო ძლიერად წავიდა, ნასკვებიც თითქმის ყოველ კვანზე ჩნდებოდა. ჩვეულებრივ კულზეც იზრდებოდა კიტრი, მაგრამ მცენარე უფრო სუსტად გამოიყურებოდა. ფოთლები ღია ფერის იყო, ნასკვი ნაკლები ჰქონდა, ზოგი პატარა კიტრი ყვითლდებოდა და ცვიოდა. ნაყოფი მოდიოდა, მაგრამ ნელა და ცოტა. ზაფხულის შუაში განსხვავება უკვე ძალიან აშკარა გახდა. ჩვეულებრივი კვლიდან რამდენიმე კიტრს კრებდი, მწვანე ფენიანი კვლიდან კი ნამდვილი მოსავალი მოდიოდა. ნაყოფი უფრო სწორი, მკვრივი და ნაკლებად მწარე იყო. მაშინ მივხვდი, რომ საქმე ერთ რომელიმე სასწაულ სასუქში არ იყო. უბრალოდ მეორე კულში ფესვებს მეტი სითბო, მეტი სირბილე, ტენი და საკვები ჰქონდა. კიტრისთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. კიტრი სითბოს მოყვარული მცენარეა. მას არ უყვარს ცივი მიწა, მკვეთრი ტემპერატურული ცვლა და ყინულივი წყალი. შეიძლება მაისში ან ივნისის დასაწყისში ჰაერი უკვე თბილი იყოს, მაგრამ ნიადაგი, განსაკუთრებით მძიმე თიხიან მიწაზე, ჯერ კიდევ ცივად რჩებოდეს. ფესვისთვის ეს სტრესია. როცა კიტრი სტრესშია, სიცივისგან, გვალვისგან, ზედმეტი სიცხისგან ან ცუდი კვებისგან, ნაყოფი ხშირად მწარდება. ამ სიმწარეს იწვევს ნივთიერებები, რომლებსაც კუკურბიტაცინები ქვია. ამიტომ მწარე კიტრი ყოველთვის ცუდი ჯიში არ არის. ხშირად მცენარე უბრალოდ არაკომფორტულ პირობებში გაიზარდა. მწვანე ფენა მიწის ქვეშ ამ პირობებს არბილებს. როცა ახალი ორგანიკა ნელა იშლება, ის ფესვების ზონას ოდნავ ათბობს, ტენს ინარჩუნებს და თანდათან საკვებად იქცევა. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ კულში ცხელი ღუმელი გვაქვს. ასეთი ძლიერი გახურება საჭირო არც არის. კიტრს ხშირად მცირე დამატებითი სითბო, ფხვიერი ტენიანი ფენა და ცოცხალი ნიადაგი ჰყოფნის, რომ უკეთ დაიწყოს ზრდა. მთავარია ეს სწორად გავაკეთოთ. ასეთი ფენისთვის კარგია ახალგაზრდა მწვანე მასა. ჭინჭარი, ბაბუაწვერა, სამკურა, მოთიბული ბალახი, ახალგაზრდა სარეველები თესლის გარეშე, ჭარხლის ან სტაფილოს ფოჩი, ლობიოს ან სხვა ჯანსაღი მცენარის რბილი ნარჩენი. უკეთესია წვნიანი მწვანე მასა, ვიდრე მშრალი ჩალა. ჩალაც სასარგებლოა, მაგრამ ის უფრო ზედაპირზე მულჩად გამოდგება. ჭინჭარი განსაკუთრებით კარგია, სწრაფად იშლება და ბევრ მწვანე მასას იძლევა. კიტრს ეს დასაწყისში ძალიან სჭირდება, როცა ძლიერი ფოთლები და წამწამები უნდა გამოიტანოს. რაც უფრო ძლიერი სტარტი აქვს მცენარეს, მით უკეთ უძლებს შემდეგ სიცხეს, ქარს, ღამის სიცივეს და მოსავლის დატვირთვას. ბაბუაწვერაც გამოდგება. მისი ფესვი ღრმად მიდის მიწაში და იქიდან სხვადასხვა ელემენტს იღებს. როცა ასეთი მწვანე მასა კოლში იშლება, ნაწილი ისევ ნიადაგს უბრუნდება უფრო ხელმისაწვდომი ფორმით. სამყურაც კარგი ორგანიკაა. უბრალოდ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მოჭრილი სამყურა მიწის ქვეშ ისევ ჰაერიდან აზოტს დააგროვებს. ეს ცოცხალ მცენარეში ხდება, ფესვებზე არსებული კვანძებით. კოლში კი მოჭრილი სამყურა ჩვეულებრივ მწვანე სასუქად იშლება და ნიადაგს ამდიდრებს. შეიძლება გამოიყენოთ სხვა ახალგაზრდა მწვანილიც, რაც ხელთ გაქვთ. მთავარი პირობაა, რომ მასა იყოს სუფთა, წვნიანი და თესლი არ ჰქონდეს. აქ ძალიან მნიშვნელოვანი წესია. კოლში არ ჩაყაროთ სარეველა თესლით. თუ თესლიან სარეველას ჩადებთ, თავადვე დათესავთ სარეველას კიტრის ქვეშ. მერე ის ამოვა წამწამებს შორის და მისი მოცილება ბევრად უფრო რთული იქნება.
ასევე არ ჩადოთ ცოცხალი ფესურებიანი სარეველები. მაგალითად ისეთი ბალახი, რომელიც პატარა ფესვის ნაჭრიდანაც კი ისევ იზრდება. ასეთმა მცენარემ შეიძლება მიწის ფენაც გაიტანოს და დახმარების ნაცვლად ახალი პრობლემა შეგიქმნათ. ახლა თავად პროცესი. კიტრისთვის აირჩიეთ თბილი მზიანი ადგილი, მაგრამ სასურველია რომ ის ცივი ქარისგან იყოს დაცული. კიტრს სითბო უყვარს, მაგრამ ორპირი ქარი არა. კარგი იქნება თუ ჩრდილოეთის მხრიდან არის ღობე, კედღობე, კედელი, ბუჩქი ან მაღალი კულტურა, რომელიც მცენარეს ოდნავ დაიცავს. საქართველოს ბევრ კუთხეში ზაფხულში მზე ძალიან ძლიერია. კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და თბილისში მიწა სწრაფად შრება. ასეთ ადგილებში მულჩა და რეგულარული მორწყვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დასავლეთ საქართველოში კი სადაც ტენიანობა მეტია, ყურადღება უნდა მივაქციოთ განიავებას, რომ ფოთლები დიდხანს სველი არ დარჩეს და დაავადებები არ გაძლიერდეს. კიტრი არ დარგოთ იქ, სადაც წინა წელს ყაბაკი, გოგრა, პატისონი, ნესვი ან საზამთრო იზრდებოდა. ეს ნათესავი კულტურებია და ზოგ დაავადებასაც იზიარებენ. უკეთესია თუ ამ ადგილზე მანამდე ხახვი, ნიორი, კომბოსტო, ლობიო, პომიდორი ან მწვანილები იზრდებოდა. შემდეგ ვთხრით თხრილს ან ცალკეულ ორმოებს. სიღრმე დაახლოებით 1 ბარის პირი იყოს, 25-დან 30 სანტიმეტრამდე. ამოღებული მიწა გვერდზე დადეთ, ისევ დაგჭირდებათ. ბალახი ჩაკრამდე ჯობს დავაქუცმაცოთ. მტრად ქცევა საჭირო არ არის, მაგრამ გრძელი ღეროები ჯობია ბარით, სეკატორით ან ბაღის მაგრატლით დავჭრათ. რაც უფრო წვრილია მწვანე მასა, მით უფრო მალე დაიწყებს დაშლას. ორმოს ან თხრილის ძირში ვაწყობთ მწვანე მასის ფენას. დაახლოებით 15 სანტიმეტრი ოდნავ დატკეპნილ მდგომარეობაში საკმარისია. არ არის საჭირო ბალახის ისე ჩატენა, რომ ჰაერი საერთოდ არ დარჩეს. თუ ფენა ზედმეტად მკვრივი და სველი იქნება, შეიძლება დამჟავება დაიწყოს. ჩვენ გვჭირდება არა ჭაობი ფესვებთან, არამედ ფხვიერიდი და ტენიანი ბალიში. შემდეგ ამ მწვანე ფენას თბილი წყალი დავასხათ. სწორედ თბილი, მზეზე შემთბარი წყალი. არა ცივი წყალი ჭიდან ან ონკანიდან. ცივი წყალი ანელებს ნიადაგის სიცოცხლეს და კულს კიდევ უფრო აცივებს. როცა წყალი შეიწოვება, მწვანე მასას მიწა დავაყაროთ. ზემოდან უნდა იყოს ნორმალური ნიადაგის ფენა, რომ ნერგის ფესვი პირდაპირ ახალ ორგანიკაზე არიდოს. თუ გაქვთ კარგად გადამწვარი კომპოსტი ან ნეშომპალა, შეგიძლიათ ზედა ფენაში ცოტათი შეურიოთ, მაგრამ ახალი ნაკელი კიტრის ქვეშ ფრთხილად გამოიყენეთ. უკეთესია საერთოდ არ ჩადოთ პირდაპირ ფესვებთან. გადამწვარი ნაკელი და მომწიფებული კომპოსტი ერთია, ახალი ნაკელი კი სულ სხვა რამეა. ის შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს მარილებითა და აზოტოვანი ნივთიერებებით, ახალგაზრდა ფესვი დააზიანოს და სარეველას თესლიც მოიტანოს. ამიტომ უფრო უსაფრთხოა მომწიფებული კომპოსტი, ნეშომპალა ან მწვანე ორგანიკული ფენა. კული რომ მოამზადეთ, კარგი იქნება 1-2 დღე დააცადოთ. მიწა ოდნავ დაჯდება და გათბება. მერე შეგიძლიათ დარგოთ ნერგი ან დათესოთ თესლი. თუ ნერგს რგავთ, გააკეთეთ ეს ფრთხილად. კიტრს არ უყვარს, როცა ფესვს უშლიან. ამოიღეთ მცენარე მიწის გუნდით, ჩადგით ორმოში და გვერდებიდან მიწა მიაყარეთ. ძალიან ღრმად ნუ ჩაფლავთ, თუ ნერგი ნორმალურია და არ არის წაგრძელებული. თუ თესლით თესავთ, თესლი ჩადეთ უკვე შემთფარ და ტენიან მიწაში. ცივ ნიადაგში კიტრის თესლი შეიძლება დიდხანს იწვეს, დალპეს ან სუსტად ამოვიდეს. თბილ მიწაში კი აღმონაცენი უფრო სწრაფად და თანაბრად ჩნდება. დარბის შემდეგ ზედაპირის მულჩირება ძალიან სასარგებლოა. მულჩა არის ორგანიკული ფენა ნიადაგის ზემოდან. კიტრისთვის გამოდგება თივა, ჩალა, ოდნავ შემშრალი მოთიბული ბალახი, გადამწვარი ფოთოლი. ფენა დაახლოებით 5 სანტიმეტრი იყოს. მთავარია მულჩა ღეროს ზედმეტად არ მიაბჯინოთ, რომ მცენარის ძირში ზედმეტი სველი გარემო და ლპობა არ გაჩნდეს. მულჩა ერთდროულად რამდენიმე საქმეს აკეთებს. ინარჩუნებს ტენს, იცავს მიწას გადახურებისგან, სარეველას ამოსვლას უშლის ხელს და ნიადაგს ქერქად არ აქცევს. თან ნელ-ნელა იშლება და მიწას აუნჯობესებს. მორწყვა კიტრისთვის ცალკე თემაა. კიტრი თითქმის მთლიანად წყლისგან შედგება, ამიტომ მისი გამოშრობა არ შეიძლება. თუ მცენარე ერთხელ სერიოზულად გამოშრა, შეიძლება ზრდა შეაჩეროს, ნასკვები ჩამოიყაროს და შემდეგ ნაყოფი გამწარდეს. მაგრამ ყოველდღე ჭაობად ქცევაც არ არის სწორი. უკეთესია მორწყვა უფრო იშვიათად, მაგრამ ღრმად. სიცხეში კიტრს რეგულარული მორწვა სჭირდება, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში. წყალი სასურველია იყოს თბილი, დამდგარი, მზეზე შემთბარი. რეჟიმი დამოკიდებულია ამინდზე, მიწაზე და მულჩაზე. ქვიშიან ნიადაგში წყალი სწრაფად გადის, მძიმე მიწაში უფრო დიდხანს ჩერდება. ამიტომ მხოლოდ კალენდარს ნუ დაეღრდნობით. მიწა უნდა იყოს ტენიანი, მაგრამ არა დაჯაობებული. როცა კიტრი აქტიურად იზრდება, მას აზოტი სჭირდება. ნაწილს მისცემს ის მწვანე ფენა, რომელიც ქვემოთ იშლება, მაგრამ როცა მასობრივი ყვავილობა და ნაყოფის ზრდა იწყება, იზრდება კალიუმისა და ფოსფორის საჭიროება.
ამ დროს კვებაზეა დამოკიდებული, როგორ შეივსება ნაყოფი და ჩამოცვიდება თუ არა ნასკვი. კალიუმის ერთ-ერთი მარტივი წყაროა ხის ნაცარი, მაგრამ ნაცრით გადაჭარბება არ შეიძლება. ის მარტო მინერალებს არ იძლევა, ნიადაგის მჟავიანობასაც ამცირებს. თუ მიწა ისედაც ტუტეა, ზედმეტი ნაცარი ზიანს მოიტანს. გამოიყენეთ მხოლოდ სუფთა ხის ნაცარი. არ უნდა იყოს პლასტიკი, შეღებილი დაფა, ფანერა, რეზინი ან ნაგავი. შეიძლება გაკეთდეს ნაცრის ნაკენი. ერთი ჯიქა გაცრილი ნაცარი ჩაყარეთ ერთ ვედრო წყალში, კარგად აურიეთ, ცოტა ხანს გააჩერეთ და შემდეგ მორცხეთ უკვე ტენიან მიწაზე. კონცენტრატი მუდმივად არ უნდა ასხათ. ნაყოფიერების პერიოდში პერიოდული კვება საკმარისია, თუ მცენარეს ნამდვილად სჭირდება. თუ კიტრი მრუდე იზრდება, ეს მხოლოდ კალიუმის ნაკლებობა არ არის. მიზეზი შეიძლება იყოს არარეგულარული მორცვა, ცივი ღამეები, სუსტი დამტვერვა, ზედმეტი დატვირთვა, ფესვის დაზიანება ან საერთო კვების დეფიციტი. ამიტომ ყველაფრის ერთად დაყრა არხის. ჯერ პირობებს დააკვირდით. ახლა ფორმირებაზე ვთქვათ. ძველ რჩევებში ხშირად წერია, რომ მთავარი ღერო ადრე უნდა წავაწყვიტოთ, რათა გვერდითი წამწამები წავიდეს. ზოგჯერ ეს ნამდვილად მუშაობს, განსაკუთრებით იმ ჯიშებში, რომლებიც ძირითადად გვერდით წამწამებზე ისხამს. მაგრამ თანამედროვე ჰიბრიდებისთვის ეს წესი ყოველთვის არ გამოდგება. ბევრი პართენოკარპიული კიტრი, განსაკუთრებით სათბურისთვის განკუთვნილი, უკეთ იზრდება შპალერზე, ერთ მთავარ ღეროზე. ასეთ დროს ქვედა ზედმემეტყლორტებსა და ფოთლებს საჭიროების მიხედვით აშორებენ. ამიტომ უნივერსალური წესი, რომ ყველა კიტრი ერთნაირად უნდა შეიკვეცოს, არ არსებობს. ყველაზე უსაფრთხოა ნახოთ კონკრეტული ჯიშის ან ჰიბრიდის აღწერა. თუ ეს ძველი ტიპის ფუტკრით დასამტვერავი ჯიშია, წაწყვეტა შეიძლება სასარგებლო იყოს. თუ თანამედროვე პართენოკარპიული ჰიბრიდია, უმეტესად მას ვერტიკალურად ზრდიან და უფრო ფრთხილად აყალიბებენ. თუ კიტრი ღია გრუნტშია და მიწაზე თავისუფლად იშლება, ზედმეტი გართულება არც არის საჭირო. მთავარი ისაა, რომ დარგვა ძალიან ხშირი არ იყოს, ფოთლები ნიავდებოდეს და ნაყოფი მუდმივ სველში არ იდოს. დამტვერვასაც აქვს მნიშვნელობა. პართენოკარპიული ჰიბრიდები ნაყოფს დამტვერვის გარეშეც იკეთებს. ასეთებს ხშირად სათბურში ზრდიან. ფუტკრით დასამტვერავ ჯიშებს კი მწერები სჭირდებათ. თუ მწერი ცოტაა, ნასკვი შეიძლება გაყვითლდეს და ჩამოცვივდეს. დამამტვერიანებლების მოსაზიდად გვერდით შეგიძლიათ დარგოთ კამა, რეხანი, კალენდულა, ქინძი ან სხვა ყვავილოვანი მცენარე. ეს ყველაფრისგან ჯადოსნური დაცვა არ არის, მაგრამ ბაღისთვის სასარგებლოა. მეტი მწერი ნიშნავს უკეთეს დამტვერვას და უფრო ცოცხალ ნაკვეთს. ახლა დაავადებებზე. კიტრის ხშირი პრობლემაა ნაცარი, ანუ ფოთლებზე მოთეთრო ნადები. შემდეგ ფოთოლი ხვითლდება და ხმება. დასავლეთ საქართველოში, სადაც ტენი მეტია, სოკოვანი დაავადებები ხშირად უფრო სწრაფად ვრცელდება. აღმოსავლეთში კი მცენარე ჯერ სიცხით და წყლის დეფიციტით სუსტდება, მერე დაავადებაც ადვილად ეკიდება. პროფილაქტიკისთვის არ გაახშიროთ დარგვა, საღამოს ცივი წყალი ფოთლებზე არ დაასხათ, ძველი და ავადმყოფი ფოთლები დროულად მოაშორეთ და მცენარე კარგ მდგომარეობაში შეინარჩუნეთ. ძლიერი მცენარე ცოცხალ მიწაზე ყოველთვის უკეთ უძლებს პრობლემებს, ვიდრე დასუსტებული. რბილი ხალხური საშუალებებიდან ხანდახან იყენებენ სოდიან წყალს, ცოტაოდენი საპნით ან წყალში განზავებულ შრათს, მაგრამ ეს ყველაფრის გარანტია არ არის. თუ დაავადება უკვე ძლიერად არის გავრცელებული, მხოლოდ ასეთი საშუალებები შეიძლება არ ეკოს. ამიტომ უკეთესია წინასწარ ვიმუშაოთ. სითბო, ზომიერი ტენი, განიავება, სუფთა კვალი და რეგულარული კრეფა. მოსავლის კრეფაც გავლენას ახდენს ნაყოფიერებაზე. კიტრი ხშირად უნდა მოიკრიფოს. უკეთესია ყოველდღიან დღე-გამოშვებით, განსაკუთრებით სიცხეში. თუ გადაზრდილ ნაყოფს წამწამზე დატოვებთ, მცენარე იღებს სიგნალს, რომ თესლი უკვე მწიფდება და ახალი ნასკვების წარმოქმნას ანელებს. კიტრის მოწყვეტა ჯობია ფრთხილად, მაკრატლით ან დანით, პატარა ყუნწის დატოვებით. ხელით მოკაჩვა არხივს. კიტრს ზედაპირული ფესვები აქვს და მათ შეწუბი აქვს და მათი შეწუხება ადვილია. ახლა მნიშვნელოვანი საკითხი. როგორ გაუხანგრძლივოთ კიტრს მოსავალი სეზონის ბოლოს? კიტრი დიდხანს ისხამს თუ სითბო, ტენი და საკვები ჰყოფნის, მაგრამ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში ღამეები ცივდება. განსაკუთრებით მთისპირა სოფლებში, შიდა ქართლში, მესხეთში და იმ ადგილებში, სადაც დღისით თბილა, ღამით კი ტემპერატურა მკვეთრად ეცემა. ასეთი ღამის შემდეგ ფოთლები უფრო სწრაფად ყვითლდება, ახალი ნასკვები ცუდად ვითარდება და წამწამები თითქოს ჩერდება. ება. ამიტომ სეზონის ბოლოს მხოლოდ დღის ამინდს ნუ შეხედავთ. ღამის ტემპერატურაც მნიშვნელოვანია. თუ ცივი ღამეა მოსალოდნელი, კვლი მსუბუქი გადასაფარებლით დაფარეთ. აგროტექსტილი ძალიან კარგი ვარიანტია. ნამდვილი ყინვის ლოდინი საჭირო არ არის. კიტრი ძლიერ გაციებასაც მძიმედ იტანს, განსაკუთრებით თუ ნიადაგის სველი და ცივია.
გადასაფარებელი მცენარესთან უფრო რბილ მიკროკლიმატს ქმნის. ღამით სითბოს ნაწილს ინარჩუნებს, დილით კი სჯობს მოაშოროთ ან გააღოთ, რომ ფოთლები განიავდეს და შიგნით ზედმეტი ტენი არ დაგროვდეს. ცივი ღამის წინ შეამოწმეთ მიწის ტენიანობა. ოდნავ ტენიანი ნიადაგი სითბოს უკეთ ინარჩუნებს, ვიდრე სრულიად გამომშრალი. მაგრამ წყლით გაჟრენთვა არ არის საჭირო. სიცივეში ზედმეტი სველი მიწა ალპობის რისკს ზრდის. აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში შეიძლება მსუბუქი სანიტარული გასხლა. მოაშორეთ ძველი გაყვითლებული ფოთლები, ავადმყოფი ფოთლები და ცარიელი წამწამები, რომლებზეც ნასკვები აღარ არის. ოღონდ მცენარე მთლიანად არ გააშიშლოთ. მწვანე ჯამრთელი ფოთლები მას კვებისთვის სჭირდება. ასეთი გასხლა აუმჯობესებს განიავებას, ამცირებს ფესვზე დატვირთვას და მცენარეს ეხმარება ძალა, ძველ ფოთლებში კი არა, ახალ კლორტებსა და ნასკვებში მიმართოს. თუ ამინდი ჯერ კიდევ თბილია, ამის შემდეგ კიტრი ხშირად მეორე ტალღასაც იძლევა. მთავარია სეზონის ბოლოს კვლი არ მივატოვოთ. ბევრი მებაღე პირველ გაყვითლებულ ფოთლებს რომ დაინახავს, ფიქრობს კიტრმა უკვე ყველაფერი მოგცა. მაგრამ თუ ფესვი ჯამრთელია, მიწა თბილია, ტენი ყოფნის და ცივ ღამეებში მცენარე დაცულია, მოსავალი კიდევ რამდენიმე კვირით შეიძლება გაგრძელდეს. მოკლედ გავიმეოროთ მთელი მეთოდი. ვირჩეთ თბილ და მზიან ადგილს. თხრით ორმოს ან თხრილს. ძირში ვაფენთ დაქუცმაცებულ ახალგაზრდა მწვანე ბალახს, თესლისა და ცოცხალი ფესურების გარეშე. ვასხამთ თბილ წყალს, ვაკრით მიწას. ნერგს ვრგავთ ან თესლს ვთესავთ უკვე შემთბარ ნიადაგში. ზემოდან ვაფენთ მულჩას. თმულჩას. ვწავთ თბილი წყლით, არ ვაშობთ და არც ვაჭაობებთ. ნაყოფიერების დროს ზომიერად ვკვებავთ თუ ამის საჭიროება ჩანს. კიტრს ხშირად ვკრებთ. აი, სულ ეს არის მთავარი პრინციპი. აქ არანაირი ჯადოქრობა არ არის. კიტრს სჭირდება სითბო, ტენი, ჰაერიანი მიწა და ხელმისაწვდომი საკვები. მიწის ქვეშ ჩადებული მწვანე ფენა ამ ყველაფერს ბუნებრივად ეხმარება. ის არ ცვლის კარგ ჯიშს, მორწყვას, მოვლას და დაავადებებისგან დაცვას, მაგრამ ქმნის ისეთ პირობებს, სადაც კიტრს ზრდა ბევრად უადვილდება. სცადეთ ერთი გული მაინც შედარებისთვის. ერთი ჩვეულებრივიც ერთი ჩვეულებრივად გააკეთეთ, მეორე კი მწვანე ფენით. მერე ფოთლებს, ნასკვებს და პირველ ნაყოფს დააკვირდით. თქვენს მიწაზე თვითონ დაინახავთ, არის თუ არა განსხვავება.